რომელს გამორიცხავდი ამ სამეულიდან, რომ დარჩენილი მანქანებიდან ერთ-ერთით წრეზე გამარჯვება შეძლო. თუ მანქანას შიშველ შასიმდე და დაკიდების ბერკეტებამდე დავიყვანთ, Porsche 918 Spider პირველი კანდიდატია გასაგდებად, ოღონდ სულ სხვა, ბევრად უფრო ღრმა მიზეზების გამო, ვიდრე ეს ცხენის ძალა ან აჩქარების დროა. მანქანის მართვადობას განსაზღვრავს არა მხოლოდ წონა, არამედ ის, თუ რამდენად ახლოსაა ეს წონა მანქანის ვერტიკალურ ღერძთან. Ferrarმა რადიკალური რამ გააკეთა. ძღოლის სავარძელი კი არ დაამაგრა, არამედ პირდაპირ შასზე დააშენა. ფაქტობრივად სავარძელის შასის ნაწილია. ძღოლის ზის 32 გრადუსიანი კუთხით თითქმის ფორმულა 1-ის პოზიციაში. ამან მათ საშუალება მისცა სახურავის ხაზი დაეწიათ, ძღოლის წონა მაქსიმალურად დაბლა და ცენტრში მოექციათ და მძიმე აგრეგატები V12 და გადაცემათა კოლოფი ერთმანეთთან იმდენად მჭიდროდ მიეჯინათ, რომ მანქანის ინერციის მომენტი მინიმუმამდეა დაყვანილი. ის ელვისებურად იცვლის მიმართულებას. McLaren-მა ძრავი და ტრანსმისია ისე დაბლა დასვა, რომ კარტერი ფაქტობრივად მიწას ეხება. მონოკეიჯის სახურავის ჰაერ მიმღრებიც კი ნახშირბადისაა, რომ ზემოთ ზედმეტი გრამიც არ იყოს, რაც მასების ცენტრს მაღლა ასწევდა. Porsche-მ აქ წააგო. მათ ეგრეთ წოდებული ტარგა სახურავი გააკეთეს. იმისთვის, რომ კაბრიოლეტს გრეხითი სიმტკიცე ქონოდა, შასის ქვედა ნაწილის და ზღურბლების მექანიკურად გაძლიერება დასჭირდათ, რამაც წონა ძირში კი დატოვა, მაგრამ სტრუქტურულად მანქანა მაინც კომპრომისია. გარდა ამისა, წინ დამატებულმა ელექტრომოტორმა და მისმა რედუქტორმა მასათა განაწილება წინა ღერძისკენ წაიღო, რაც ცენტრალური ძრავიანი მანქანისთვის იდეალური არ არის. აი ნამდვილი საინჟინრო ხელოვნება კინემატიკასა და დაკიდების სისტემაშია, თუ როგორ ებრძვიან ეს მანქანები განივ და გრძივ დახრას მოსახვევში და დამუხლუჯებისას. McLaren-ს არ აქვს ტრადიციული სტაბილიზატორები. მათ თითოეული თვალი ჰიდრავლიკური ამორტიზატორებით დააკავშირეს ერთმანეთთან. სარბოლო რეჟიმში სისტემა ჰიდრავლიკურად იწევს 50 მმ-ით დაბლა, ზრდის ზამბარების სიხისტეს 300%-ით და როცა მოსახვევში შედიხარ, შიდა მხარის ჰიდრავლიკა მომენტალურად ბლოკავს სითხის მოძრაობას, რომ მანქანა საერთოდ არ დაიხაროს. ეს არის სუფთა ჰიდრომექანიკური მაგია. Ferrarმა გამოიყენა ორბერკეტიანი წინა და მრავალბერკეტიანი უკანა დაკიდება, სადაც მაგნიტორეოლოგიური ამორტიზატორები მილიწამებში ცვლიან სითხის სიბლანტეს. მაგრამ მთავარი მათი გეომეტრიაა. დამუხლუჯებისას anti-dive გეომეტრია. მექანიკურად უშლის ხელს მანქანის ცხვირის ჩავარდნას, რათა აეროდინამიკური ბალანსი არ დაირღვეს. Porsche-მ გამოიყენა ძალიან კარგი, მაგრამ მაინც სტანდარტული დაკიდების არქიტექტურა, უკანათვლების მოხვევის მექანიზმით. დიახ, ეს მექანიკურად აუნჯობესებს მანევრირებას, მაგრამ ეს არის მძიმე წონის კომპენსაცია დამატებითი მოძრავი ნაწილებით, ნაცვლად თავიდანვე მსუბუქი კინემატიკისა, როგორც P1-ში. რაც შეეხება აეროდინამიკას, მანქანის კორპუსი ჰაერისთვის კედელი კი არ უნდა იყოს, არამედ მიმმართველი ინსტრუმენტი. McLaren-ის უკანა ფრთა 300 მმ-ით იწევს უკან და იცვლის კუთხეს. მაგრამ საოცრება მანქანის ქვეშაა. წინა ბამპერის შიგნით არის ორი აქტიური ფრთა, რომლებიც ბორბლების წინ ჰაერის ნაკადს მართავენ. როცა უკანა ფრთა მაქსიმალურ ჩაჭიდებას ქმნის, წინა ფრთები ავტომატურად იცვლიან კუთხეს, რომ მანქანის წინა და უკანა ღერძებს შორის ბალანსი ყოველთვის იდეალური იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მაღალ სიჩქარეზე მანქანის ცხვირი მაღლა აიწევდა. Ferrar's საერთოდ არ აქვს გიგანტური ანტიფრთა. მათ შექმნეს აქტიური ფსკერი. მანქანის უკანა დიფუზორში არის მოძრავი ფრთები და წინა ბამპერის ქვეშ არის სარქველები. ისინი სინქრონულად მუშაობენ. მოსახვევში იკეტებიან, რომ მაქსიმალური ვაკუუმი შექმნა მანქანის ქვეშ და მიწას მიაკრან, სწორზე კი იხსნებიან, რომ ჰაერის წინააღმდეგობა შეამცირონ. ეს არის სუფთა აეროდინამიკური გენიალურობა, სადაც მანქანის ფორმა თავად მუშაობს. Porsche-საც აქვს აქტიური აეროდინამიკა, მაგრამ მისი არხები ძირითადად ძრავისა და ელემენტების გაგრილებაზეა ორიენტირებული. ანუ აეროდინამიკა აქ ემსახურება მანქანის სიცოცხლის უნარიანობის შენარჩუნებას და არა მხოლოდ წმინდა სარბოლო დინამიკას, როგორც დანარჩენ ორში. თუ თემას ასე ჩავშლით, Porsche 918 Spider არის მანქანა, სადაც ინჟინერებმა ფუფუნებაზე, კომფორტსა და ყოველდღიურ გამოყენებადობაზე გააკეთეს აქცენტი. მანქანის მექანიკური სტრუქტურა მძიმეა, დაკიდება ტრადიციული, უბრალოდ ელექტრონიკით გაძლიერებული და აეროდინამიკა, ძირითადად თერმორეგულაციაზე ორიენტირებული. McLaren-მა და Ferrari-მ კი შასი, დაკიდება და კორპუსი ერთიან ცოცხალ მექანიკურ ორგანიზმად აქციეს, სადაც ყოველი მილიმეტრი ფიზიკასთან საბრძოლველადაა შექმნილი. ამ სამი ლეგენდარული ჰიპერკარის ნიურბურგრინგის დროები საკმაოდ საინტერესო და თავის დროზე დრამატული თემაა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთ ეპოქაში გამოვიდნენ და ერთმანეთის პირდაპირი კონკურენტები იყვნენ, სამივე კომპანიამ სრულიად განსხვავებული მიდგომა აირჩია მწვანე ჯოჯოხეთის ოფიციალური დროის დაფიქსირებისას. Porsche-მ ყველაზე გამჭვირვალე და ოფიციალური გზა აირჩია. 2013 წლის სექტემბერში 918 Spider გახდა პირველი სერიული ავტომობილი, რომელმაც ნიურბურგრინგზე 7 წუთიანი ბარიერი მოხსნა და ოფიციალური დრო 6 წუთი და 57 წამი დააფიქსირა. საჭესთან მარკ ლიბი იჯდა. ეს იყო აბსოლუტურად საჯარო, დადასტურებული და ვიდეოზე ჩაწერილი წრე. McLaren-მა დიდი მარკეტინგული კამპანია ჩაატარა, სადაც აცხადებდნენ, რომ მათი მიზანი P1-ით 7 წუთზე ნაკლები დროის ჩვენება იყო.
მიზანს მიაღწიეს და ოფიციალურ რელიზშიც დაწერეს, რომ ავტომობილმა წრე 7 წუთზე ნაკლებში გაიარა. თუმცა კონკრეტული წამები და ვიდეო მტკიცებულება არასოდეს გაუსაჯაროებიათ. ინსაიდერების და მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით P1-ის რეალური დრო 6 წუთი და 57 წამის ფარგლებში იყო. თუმცა McLaren-მა ოფიციალური ციფრების გამოქვეყნებისგან თავი შეიკავა. სავარაუდოდ იმიტომ, რომ იმ მომენტში იდეალური წრის აწყობა და Porsche-ისთვის სუფთა ოფიციალური დარქმის მიყენება ბოლომდე ვერ შეძლეს, ან საბურავების გარშემო არსებული რეგულაციების გამო. Ferrari-მ თავისი ტრადიციული პოლიტიკა გაატარა. მათ ოფიციალურად საერთოდ არ გამოცადეს LaFerrari Nürburgring-ზე დროის დასაფიქსირებლად და კატეგორიული უარი თქვეს ქარხნული დროის გამოქვეყნებაზე. მარანელოში თვლიან, რომ მათი მანქანების საზომი მხოლოდ Fiorano's შიდა ტრეკია. სიმულაციებით და ავტომობილის სიმძლავრე ზონის შეფარდებით, LaFerrari-ის პოტენციალი Nürburgring-ზე ასევე 6 წუთსა და 50 წამზე ნაკლები იყო, თუმცა რეალური ქრონომეტრაჟი არავის უნახავს.